მორიგი მუქარა და შანტაჟის მცდელობა ბრიუსელიდან. ევროპის დედაქალაქში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს, მსჯელობენ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის საქართველოზე და საპასუხო ზომებზე. კეთდება კომენტარები ვიზა ლიბერალიზაციის საკითხზე. სოფო ბერიძე გვერდება პირდაპირ ეთერში. წავია განცხადებები, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში შეხვედრის დაწყების წინ გააკეთეს, მაგალითად კაია კალასმა ისიც კი თქვა, რომ ბრიუსელი თბილისს გამოუგზავნის წერილს, სადაც იქნება მოცემული კონკრეტული პირობები, რომელთა შესრულებაზე მისი მტკიცებით იქნება დამოკიდებული საქართველოს უვიზო მიმოსვლის ბედი. დღეს მინისტრები საუბრობენ იმის თაობაზე, რომ ახლა მათ მაგიდაზე საქართველოსთან დაკავშირებით უდევთ ყველა ვარიანტი, მათ შორის უვიზო მიმოსვლის შეჩერების, თუმცა უწევთ იმის აღიარებაც, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირში აბსოლუტური თანხმობა არ აქვთ. ყველა ვარიანტი მაგიდაზია, უვიზო რეჟიმის შეჩერების ჩათვლით და სხვა ელემენტები, რომლებმაც შეიძლება საქართველოს ხელისუფლების გათვლების შეცვალოს. ცდილობთ, მაგრამ თუ ვერ გადავლახავთ წინააღმდეგობას, მაშინ ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას. საქართველოს ხელისუფლებას გავუგზავნით წერილს, რომელიც უვიზო რეჟიმს ეხება. კონკრეტული პირობებია, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს და თუ დედლაინის ფარგლებში ეს პირობები არ დაკმაყოფილდება, მაშინ ჩვენ უნდა შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლა. წინადადებები შევადგინეთ, მაგრამ მკითხვა, შევძლებთ თუ არა ერთი სახელმწიფოს ვეტოს დაძლევას, მაგრამ უმუშაობთ. ჩვენი მხრიდან უნდა ვიმოქმედოთ სანქციებით, გავაძლიეროთ ზეწოლა რეჟიმზე, პოლიტიკური იზოლაციისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ მხარდაჭერის გაზრდით. ჩვენ ვხედავთ, რომ ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს საქართველოს ევროკავშირის ნაწილი იყოს. მე ვხედავ იმასაც, რომ ლიეტუველების 60%-ზე მეც სურს საქართველოს ევროკავშირში იხილოს. ორივე მხრიდან ვალდებულებებია. საქართველოს მხრიდან არის ვალდებულება დააკმაყოფილოს ადამიანის უფლებების სტანდარტი და ვალდებულება ევროპული სახელმწიფოებიდან დაეხმარონ საქართველოს ამ გზაზე. ასე უნდა გავაგრძელოთ. 55 ადამიანი დავამატეთ სანქცირებულთა რიცხვს, ღრმად უწუხართ საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გამო. ჩვენ შევეცდებით, რაც შეიძლება დიდი მხარდაჭერის მიღებას ევროპელი პარტნიორების მხრიდან, რადგან მხოლოდ საერთო ძლიერი პოზიცია იმუშავებს. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია სხვებთანაც, გვყავს საერთო აზრზე მყოფი ქვეყნების ჯგუფი, რაც საკმაოდ დიდია და იმედი გვაქვს, რომ გვეყოლება მეტი პარტნიორი. განცხადებებს, რომლებიც სწორედ ახლა ბრიუსელში კეთდება, სახელისუფლებო პარტია თბილისში მორიგ უსაფუძვლო შანტაჟად განიხილავს. ქართული ოცნება ამბობს, რომ თავის მხრივ ყველაფერს გააკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ ეს საფრთხე რეალობა დაარიქცეს, თუმცა მმართველი პარტია დღეს საუბრობდა იმის თაობაზე, რომ გარკვეულწილად ევროკავშირი ბოლო პერიოდში საბჭოთა კავშირსაც კი დაემსგავსა. ქართული ოცნება მზად არის დიალოგისთვისაც, თუმცა მმართველი პარტია ითხოვს, რომ აუცილებელია საქართველოსთან მიმართებით დამოკიდებულება იყოს სამართლიანი და ხაზგასმით ამბობს იმასაც, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის უპირველესი ყოველთვის ჩვენი ქვეყნის ინტერესები იქნება. ჩვენი პოლიტიკა არის ძალიან მარტივი. ვიცავთ ჩვენს ქვეყანას და ქვეყნის ინტერესებს. ჩვენ არავის არ ვებრძვით. როგორ შეიძლება და წარმოუდგენელია, უბრალოდ ჩვენ ვებრძოდეთ ევროპას, ვებრძოდეთ ბრიტანეთს, ვებრძოდეთ ამერიკის შეერთებულ შტატებს. ხო სიგიჟეა, წარმოუდგენელია. ჩვენ ვართ თავდაცვის რეჟიმში. ქართული სახელმწიფო დღეს არის თავდაცვის რეჟიმში. თავს ვიცავთ იმ უსამართლო ცილისმწამებლური განცხადებებისგან, რომელიც მოდის დასავლეთიდან. ძალიან მძიმეა ეს, როდესაც შენ გეუბნებიან თეთრზე შავია. ძალიან მძიმეა, როდესაც არსებობს შენს ქვეყანასთან მიმართებით ორმაგი სტანდარტი და ასე შემდეგ. ყოველთვის არიან სახელმწიფოები, რომელიც ამ თემის კულტივირებას ახდენენ, ცდილობენ ეს თემა გამოიყენონ პოლიტიკურ იარაღად, პოლიტიკურ შანტაჟად, მაგრამ ამ საკითხს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ჩვენი ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ არანაირი კითხვის ნიშანი ამ თემასთან დაკავშირებით არ გაჩნდეს. ვიზა ლიბერალიზაციის შესრულების ფუნდამენტი არის მყარი, ის ძირითადი ბაზა, რაც არის აუცილებელი ამ საკითხის დაცვისთვის, მაგალითად საუბარია უსაფრთხოება, რამე პრობლემა უსაფრთხოების მხრივ არ შეუქმნათ ევროკავშირის ამ ნაწილში არის მყარი. დანარჩენი არის რამდენიმე პოლიტიკური საკითხი, რომელზეც კიდევ ერთხელ ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, არაერთხელ გვითქვავს, არა ხელის გადაგრეხვით საუბარი, არამედ კონკრეტული დიალოგისთვის, კონკრეტული არგუმენტებით, ყოველთვის სახელმწიფო ინტერესები იქნება უპირველეს ყოვლისა. არ დავავიწყდეს, რომ არის წინასაარჩევნო პერიოდი, ეს არის პერიოდი, როდესაც როგორც ჩანს ჩვენ ცხელი ზაფხულს წინასაარჩევნოდ გვექნება ბევრი უცხოური სერიალი, ბევრი მუქარა, ბევრი შანტაჟი, ქართველი ხალხის სახელით საუბარიც და აქა-იქა ერთი-ორი ხისტი გადაწყვეტილებასაც ვიხილავთ. ეს არის ის უსამართლო ინსტრუმენტი მათ ხელში, იმ არარჩეული ბიუროკრატების, იმ ეგრეთ წოდებული deep state-ის ხელდასმული პოლიტიკოსების, რომელი ინსტრუმენტის
გამოყენებას ვთანხეთ, ყველას კარგად გვახსოვს კანდიდატის სტატუსის მინიჭების დაგვიანება, შემდეგ მოლაპარაკებების არ გახსდა. ეს ხომ ყველაფერი არის აი ამ არარჩეული ბიუროკრატების ბოროტი ინსტრუმენტი ხელში. ეხლა რაც შეეხება ვიზა ლიბერალიზაციის საკითხს, ხო? ეს ხო ტექნიკური ნაწილია, ხო სამართლებრივი ნაწილია, სადაც პირველ ადგილზე კი მოწინავე არც ვამბობს საერთოდ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს შორის ჩვენი ქვეყანა. ვიდრე ბრიუსელი კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს, ხელისუფლების ოპონენტები თბილისიდან მათ უკვე კარნახობენ, როგორი უნდა იყოს მათი ნაბიჯი, მათ შორის არის სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც კაია კალას ღია წერილი გაუგზავნა და ზურაბიშვილმა დაწერა, რომ ბრიუსელის რეაგირება უნდა იყოს მკაფიო, ერთიანი და კონკრეტული. ხელისუფლებას მორიგ შანტაჟზე საუბრობს დასავლეთის მხრიდან. დღეს ქართულმა ოცნებამ ევროკავშირი საბჭოთა კავშირსაც შეადარა.